მოგესალმებით, ეს მილენიალია, მე კი ნუკრუ შოშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ხუან ლინცის წიგნზე, ფარულ ავტორიტარიზმის შესახებ. ხუან ლინცი ცნობილი მკვლევარია ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის. ფარულ ავტორიტარიზმს ლინცი განსაზღვრავს, როგორც მმართველობის ფორმას, რომელიც ინარჩუნებს დემოკრატიულ გარეგნულ ნიშნებს, მაგრამ ამავე დროს სისტემატურად ანგრევს პლურალიზმის, სამოქალაქო ჩართულობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებს. ღიად ავტორიტარულ რეჟიმებისგან განსხვავებით, რომლებიც ღიად თრგუნავენ განსხვავებულ პოზიციებს და ახდენენ ძალაუფლების მონოპოლიზაციას, ფარული ავტორიტარიზმი მოქმედებს გაცილებით მოქნილად. ისინი ეფარებიან იურიდიულ და ინსტიტუციურ ნორმებს. ისინი იყენებენ დემოკრატიული ნორმების სისუსტეებს, საკუთარი ძალაუფლების გასამტკიცებლად. ისინი ქმნიან ლეგიტიმურობის ილუზიას, ამავე დროს ისინი ანადგურებენ დემოკრატიულ პრინციპებს. ფარულ ავტორიტარიზმს გააჩნია რამდენიმე მახასიათებელი. პირველი მახასიათებელია საარჩევნო სისტემით მანიპულაცია. ლინცი ამტკიცებს, რომ არჩევნები, რომლებიც წარმოადგენენ დემოკრატიის მთავარ პრინციპს, შეიძლება იქცნენ ავტოკრატიული მმართველობის კონტროლის ინსტრუმენტად. მმართველები მანიპულაციას ახდენენ საარჩევნო კანონებით, ახდენენ კონტროლირებას საარჩევნო სიების. დიდ რესურსებსა და მძლავრ საინფორმაციო საშუალებებს მიმართავენ, რათა ის შედეგი დადგეს, რაც მათ უნდათ. ეს პრაქტიკები ქმნის პოლიტიკური კონკურენციის ილუზიას და ამავე დროს ესეთი არჩევნები ახდენს მმართველი კლასის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციას. მეორე მახასიათებელი, თავისუფალ ინსტიტუტებზე კონტროლი. ფარული ავტორიტარიზმი ისე დამოუკიდებელ ინსტიტუტების კონტროლს ახდენს, როგორიცაა სასამართლო, საარჩევნო კომისია და მედია. ისინი ლოიალურ კანდიდატებს ნიშნავენ თანამდებობაზე და ახდენენ ნეიტრალიზებას მათი ძალაუფლების შემწყვეტელ მექანიზმებზე. ლინცი აღნიშნავს, რომ მათი ტაქტიკა ქმნის კანონიერების ნიღაბს, რადგან მათი ქმედებები ინსტიტუციურად გამყარებული ხდება. იმის მიუხედავად, რომ განსხვავებული აზრის უხეში ჩახშობა ძალზე იშვიათია ფარულ ავტორიტარიზმში, ლინცი აღნიშნავს, რომ უფრო ეფექტური ფორმა განსხვავებულის დათქმის არის ყოველდღიური და ეფექტური. მეხუთე მახასიათებელია დისკურსზე კონტროლი. ფარული ავტორიტარიზმი იყენებს პრესასა და ბიუროკრატიას, რათა განსხვავებული აზრი დათქმოს, შექმნას მისთვის სასურველი საზოგადოებრივი აზრი და აკონტროლოს დისკურსი. ინფორმაციის კონტროლით ისინი ქმნიან დამახინჯებულ რეალობას, რომელიც მათ ლეგიტიმურობას ამყარებს და კრიტიკის ხმას ახშობს. მეხუთე მახასიათებელი პლურალიზმის ეროზია. ფარულ ავტორიტარულ მმართველობაში პლურალიზმის გამოვლინებები ნადგურდება. ხდება ოპოზიციური განწყობების მარგინალიზაცია, რადგან განსხვავებულ პოზიციამ ვერ მოიპოვოს ლეგიტიმურობა. ხშირად ფარული ავტორიტარიზმი იყენებს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა ნიშნით. იქნება ეს ნაციონალური, რელიგიური, იდეოლოგიური და გენდერული განსხვავებულების მიხედვით. ამ დაყოფით ნადგურდება პლურალიზმის დარჩენილი ნიშნებიც. ფარული ავტორიტარიზმი ხშირად იყენებს ლეგიტიმაციისთვის ისეთ ფორმას, როგორიცაა ნაციონალიზმი, ეკონომიკური პროგრესი, უსაფრთხოების საკითხი, რათა გაამართლოს მათი ქმედებები. ამ საკითხზე კონცენტრირებით, ისინი კრიტიკას ანეიტრალებენ, ხოლო საზოგადოების მობილიზაციას ახერხებენ. მაგალითად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მიზეზი, იმ არგუმენტით, რომ განვითარებას და სტაბილურობას სჭირდება ცენტრალური ძალაუფლება. მეორე მხრივ, იურიდიული ნორმები ხდება გამართლება არადემოკრატიული ნაბიჯების. ფარული ავტორიტარიზმი მანიპულირებს იურიდიული ნორმებით, რათა განსხვავებული პოზიციები დათქმოს და გაამართლოს საკუთარი ქმედება. ეს კი მათ მოქმედებების კანონიერებას უზრუნველყოფს. ამის გარდა ფარული ავტორიტარიზმი ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დობის დაკარგვას. დემოკრატიული ინსტიტუტები გამოყვანილია როგორც არაეფექტური და მოუქნელი. მოქალაქეებს დობა ეკარგება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. უამრავი ადამიანი ინერტული ხდება, ხოლო ამით სარგებლობს თავად ფარული ავტორიტარიზმი. ლინცს მაგალითი მოყავს როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ისე აფრიკის ქვეყნებიდანაც. კვლევა ეხება საკმაოდ ბევრ სახელმწიფოს და ფარული ავტორიტარიზმის სტრატეგიები კარგად არის განხილული. იმის მიუხედავად, რომ ლინცი საუბრობს ფარულ ავტორიტარიზმზე, კარგად შეგვიძლია დავინახოთ ეს ყველა ნიშანი ლიბერალურ მმართველობის დროს. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა სწორედ ამ სტრატეგიებს ეყრდნობოდა. ჩემი რჩევაა ამ ნაშრომს ცოტა კრიტიკულად შეხედოთ და ეს მეთოდები არა მარტო იმ ქვეყნებს შეადაროთ, რომლის მაგალითიც ლინცს მოჰყავს, არამედ შეადაროთ ლიბერალური ჯგუფების ქცევის სტრატეგიებსაც. თქვენ გაკვირვებული დარჩებით, რამდენ დამთხოვებას დაინახოთ მასში. იმედია საინტერესო იყო ეს თქვენთვის. მოვალ შეხვედრამდე.